მოგესალმებით, მე გიორგი ვარ დათუკიშვილი და წარმოგიდგენთ Microsoft Word 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს. ჩვენი შემდეგი თემა გახლავთ ფურცლის ზომის ცვლილება, თუმცა აქვე უნდა დავიწყოთ საუბარი ჯერ არა მხოლოდ Word-ის საკითხზე, არამედ ზოგადად ფურცელზე. ფურცელი გახლავთ ეგრეთ წოდებული ცნობილი ტერმინი თაბახის ფურცელი და ის გახლავთ ზომით დაახლოებით 21 სანტიმეტრი 39.7-ზე. ეს გახლავთ ფურცელი, რომელსაც დღესდღეობით ჩვენ ვეძახით თაბახის ფურცელსაც და A4-ს, ძირითადად გავრცელებულია როგორც A4, თუმცა Microsoft-ი, როდესაც ინსტალირდება, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე letter ფორმატის ფურცელზე, რაც ნიშნავს, რომ არის ოდნავ უფრო დაბალი და განიერი ფურცელი. ძალიან დიდ სხვაობას არ გვაძლევს და მაგრამ თუ letter ფორმატზე აკრეფილ დოკუმენტს ამოვბეჭდავთ A4-ის ფურცელზე, რაც ჩვენ ქვეყანაში გავრცელებულია, ბუნებრივია მცირედ ცდომილებას გვაძლევს და ამიტომაც ეს არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგრამ მოდით ვისწავლოთ თუ როგორ დავაყენოთ თავიდანვე ჩვენს დოკუმენტში ფურცლის ზომა ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა. შევდივართ layout მენიუში და ვირჩევთ size. სწორედ size-ის შემთხვევაში ხდება ბრძანება, სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფურცლის ზომა მიუთითოთ. მაგალითად ეს არის letter-ი, დავუშვათ ან აირჩიოთ დავუშვათ A5 ფორმატი, ან B4 ფორმატი, უკეთ ნებისმიერი ყველას მიწერილი აქვს თვითონ რა ზომისები გახლავთ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა რომ ფურცელი იყოს A4 ზომის და მონაცემებს ჩვენ ვერ ვხედავთ რამდენია სანტიმეტრებში, რადგან აქ შეიძლება ჩანდეს ინჩებში, ამიტომ უნდა შევიდეთ File menu-ში, უნდა შევიდეთ Option-ში და Option-ში შესვლის შემდეგ უნდა გადავიდეთ Advanced ნაწილში, სადაც უნდა შევარჩიოთ, რომ აი სანტიმეტრების მაგალითად თუ იქნება ინჩები, სწორედ გითხარით, რომ ვერ დაინახავთ, ანუ რა ზომაა, ამიტომ უნდა ავირჩიოთ კვლავ სანტიმეტრი. Option-ი, შემდეგ Advanced-ი, შემდეგ ჩამოვშალოთ და შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ბრძანება, რომელსაც ქვია არა ინჩები, არამედ სანტიმეტრები. დავაწვევით OK-ს და უკვე მივიღებთ გამოსახულებას სანტიმეტრების ზომებში. იგივე ბრძანება შესაძლებელია გაკეთდეს მერე More Page Size-ით, რომელიც Page Setup-ის Paper menu-ს გამოიტანს, სადაც თქვენ არა მხოლოდ A4 ან ნებისმიერი სხვა ზომის ფურცელი შეგიძლიათ მიუთითოთ, არამედ შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული ზომაც კი, ანუ თუ რაიმე განსაკუთრებული სტილის ან კონვერტზე, ან რაღაცა კონკრეტულ ფურცელზე ბეჭდავთ და ბუნებრივია ეს თქვენს პრინტერს უნდა შეეძლოს. მაგალითად, აი 20-ზე დაუშვათ აი ეს ზომა. აირჩიოთ, რომ ეს დოკუმენტი მთლიანად, ამის შემდეგ მთლიანად, აქ თუ სექცია უკვე შექმნილი გაქვთ და თქვენ წესით სექციები უკვე ნასწავლი გაქვთ, იცით რომ შეგიძლიათ სექციასაც მიუთითოთ და თუ ბრძანება set as defaults დააწვევით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის, როდესაც თქვენ ახალი Word-ის პროგრამას გახსნით, მიიღებთ ხოლმე ასეთი ზომის ფურცელს. ამიტომ მე ხა set as defaults არ დავაწვევი და მივცემ პირდაპირ უბრალოდ OK-ს და ნახავთ, რომ დოკუმენტი აი ესეთი კვადრატის ფორმის ფურცლებად შევქმნით. კონკრეტულად ამ ამოცანაში. მადლობა ყურადღებისათვის, შემდეგ ვიდეოში კი განვიხილავთ უკვე საკითხს, რომელიც გახლავთ საზღვრები, ანუ margins.